ერთი არ არის, თუნდაც ასე დასრულდეს შეხვედრა, კომფორტული უპირატესობა, რითიც შეიძლება ჩახვიდეს სტუმრად და იფიქრო მხოლოდ დადებიძე, მაგრამ არც ის შედეგია, რომ რაიმე განსაკუთრებული იყოს. პაპუნაშვილი მიუსწრობურთ 1-1-ია, დარტყმა გოლ! გოლ! პაპუნაშვილმა გაიტანა მაინც. მოახერხა და 94 წუთზე თითქოს არაფრის გაშექმნა მომენტი და დააწინაურა თბილისის დინამო 2-1. გიორგი პაპუნაშვილი გატანილი გოლის ავტორი, ძალიან კარგად ითამაშა. ამ ეპიზოდში პაპუნაშვილმა განმეორებით იქნება და თავიდანვე უნდა ვნახოთ. აი ეს ეპიზოდი ხედავთ, ლიბორ ხტლიჩკა ბურთს გზავნის წინ. ბრძოლა ბურთისათვის პაპუნაშვილმა მოიგო, რა თქმა უნდა არ იყო. თამაშგარე მდგომარეობა და ორ ფეხბურთელს შორის ძალიან კარგად გავიდა. პაპუნაშვილი და ზუსტად მეკარისაკენ მარცხენა კუთხეში. ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 2-1. თქო შეძლო მეკარემ. ბურთზე ეთამაშა გრიგორჩუკი, რა თქმა უნდა გაწმილებულია. ძალიან კარგად ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა 2-1.